სალამი, მოგესალმებით, ვაგრძელებთ ჯონ მაკარტურის საუბრების ქართულ ენაზე ატვირთვას. ეს არის ბიბლიური კითხვები და პასუხები, რომელიც ჩაწერილი იქნა 1993 წლის 30 ოქტომბერს ლოს-ანჯელესში, კალიფორნიის შტატში. გამარჯობა ჯონ, ჩემი შეკითხვა ეხება 1 ტიმოთეს წერილის მესამე თავში აღწერილ მონაკვეთს, რომელიც იწყება მეორე მუხლიდან. მე წავიკითხავ ამას პირველიდან. სარწმუნოა სიტყვა თუ ვინმეს ეპისკოპოსობა სურს, კეთილი საქმე სურს. მაგრამ ეპისკოპოსი უნდა იყოს უმციკლო, ერთი ცოლის ქმარი, ფრთხილი, აზრიანი, წესიერი, სტუმართმოყვარე, განსწავლელი, არა ლოთი, არა მოჩხუბარი, არამედ შემწყნარე, თვინიერი და არა ფულის მოყვარული. თავისი სახლის კარგი მართველი, რომელსაც შვილები მორჩილებაში ყავს ყოველგვარი ღირსებით. რადგან თუ ვინმე საკუთარი სახლის მართვა არის ის, ღვთის ეკლესიაზე როგორ გაიზრუნებს? ჰიპოთეტური სიტუაციის გათვალისწინებით, კაცი, რომელიც დაუშვათ პასტორია და ცოლთან განქორწინების პროცესშია. და იმის ცოდნა, რომ ღმერთს ძულს განქორწინება, უეჭველად ასკვნის იმას, რომ ამ კაცს უკვე აღარ აქვს ამბიონზე ასვლის უფლება? და მეც ესე დავასათაური, შეიძლება რომ პასტორი, რომელიც ცოლს გაეყარა, უფრო ფართოდ პროცესში არა, უფრო ფართოდ ისევ დარჩეს ამბიონზე ღვთის სამსახურში. ჯონ მაკარტური პასუხებს. დიახ, კეთილი, ნება მომეცით ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, რაც კი მე შემიძლია ამ დონეზე მოვახერხო, ძირითადად თქვენ კითხვაზე პასუხი არის დიახ. მას ამის უფლება არ აქვს. და შეიძლება იყოს შემთხვევები, როცა ის მრუში ცოლის მსხვერპლია, როგორც ეს ოსიას მეუღლე იყო, და ამაში მას არანაირი წვლილი არ მიუძღვის და ის შეიძლება სრულიად მარტო იყოს, მაგრამ როდესაც ის გადის განქორწინებას, ის წყვეტს იმ მოდელის დემონსტრირებას, რომელიც ღმერთს სურს, რომ წარმოაჩინოს კონკრეტულად ამ სფეროში და ამ როლში, რომელსაც ეკლესიის ხელმძღვანელობა ქვია. ძველ აღთქმაში მღვდლებს იგივე კვალიფიკაცია ჰქონდათ, როდესაც შერჩევა იყო. ახლა შეგეძლო თქვენ ყოფილიყავი წინასწარმეტყველი, შეგეძლო შენ ყოფილიყავი მეფე, მეფეც კი, შეგეძლო ბევრი რამ, სხვადასხვა ლიდერი ყოფილიყავი. შეგეძლო ყოფილიყავი მოსამართლე. იცით ხომ საჯულებში არიან. შეგეძლო ბევრი რამ ყოფილიყავი ისრაელში, მაგრამ როცა საქმე დგებოდა მღვდელი ვერ იქნებოდი და დისკვალიფიკაცია მოგიწევდა ამ ერთ-ერთი ტექნიკური ნიშნის გამო. დღესაც ეკლესიაში მემჯერა რომ არიან განქორწინებული კაცები, რომლებსაც შეუძლიათ მსახურებაში შესანიშნავად იმსახურონ და მათ საერთოდ არ აბკოლებენ სამსახურში, მაგრამ ისინი უკვე ვეღარ იქნებიან უხუცესის ან მოძღვარის ადგილობრივ ეკლესიაში როლში. როცა ეს პრობლემა დგება. ერთ-ერთი ამ კვალიფიკაციისაგან, ამ კრიტერიუმისაგან, როცა არ კმაყოფილდება. ახლა ნება მომეცით აგესრად, რას ნიშნავს ეს ყველაფერი აქ. მეორე მუხლში იქ წერია უმციკლო უნდა იყოს. ეს არის ყოვლის მომცველი კვალიფიკაცია, რომლის ყველა დანარჩენი მხოლოდ ქვეკვალიფიკაციებია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, უმციკლობა მაშინ განისაზღვრება ყველა სხვა ფრაზით. ის უნდა იყოს დანაშაულის გარეშე. ის უნდა იყოს ადამიანი, რომელსაც არ შეგიძლია, რომ რაიმე ხინჯი მოუძებნო. ან მიუთითო მის ცხოვრების რომელიმე დეტალზე და იპოვო რამე ხინჯი მის ცხოვრებაში. ეს ბიჭი უსამართლოა, ის არის მართალი, მისი ცხოვრება რომ არ არის სწორი. თუ ამას თქვენ იპოვნით, მაშინ ის დისკვალიფიცირებულია. ახლა რა არის ის, რაც მან უნდა აჩვენოს? ჯერ ერთი ის უნდა იყოს ბერძნულ ტექსტში ნათქვამია ერთი ქალის კაცი. ბერძნულად არ წერია ერთი ცოლის ქმარი. არაბეთ ის ამბობს ერთი ქალის კაცი. ახლა საუბარი არ არის კაცზე, რომელიც მხოლოდ ერთხელ იყო დაქორწინებული. საუბარია კაცზე, რომელიც ერთგულია ქალის მიმართ, რომელიც მისი ცოლია. თქვენ ხედავთ, რომ ერთ ქალზე დაქორწინება არ გამართლებთ ყველაფრისათვის. იცით ხომ, ბევრია გადარჩენილი ადამიანი, რომელიც ერთ ქალზეა დაქორწინებული. გესმით ხო, რასაც ვამბობ? თუ ეს ნიშნავს, რომ მხოლოდ ერთი ცოლი უნდა ყავდეს, ან უნდა ყავდეს ერთი მეუღლე. აქ უფრო მეტზე არის მინიშნება. ეს ნიშნავს, რომ თუ ოდესმე განქორწინებული ხარ შენ ცხოვრებაში, შენ დისკვალიფიცირებული ხარ თუ არა. ცოლი არ ყავს, დისკვალიფიცირებული ხარ, ან თუ ცოლი გარდაიცვალა, დისკვალიფიცირებული ხარ. მაგრამ მხოლოდ დაქორწინება არ არის არაფრის კვალიფიკაცია. ბერძნულ ტექსტში ნათქვამია ერთი ქალის კაცი. და გთხოვთ მომისმინოთ კარგად. მე იმდენად არ მაინტერესებს ხავდა თუ არა ადამიანს მხოლოდ ერთი ცოლი, რამდენიც მე მაინტერესებს არის თუ არა ის მთლიანად,
ვამბობ მთლიანად 100%-ით ერთგული ქალის, რომელიც მისი ცოლია. გესმით ხო, რასაც ვამბობ? და ეს სულიერების ნიშანია. და სწორედ ეს უნდა გვესმოდეს, რადგან უამრავი პასტორი არის, რომელიც დარბის აქეთ-იქით სოფლიოში, რომლებიც უყურებენ და მრუშობენ სხვა ქალთან, გარდა საკუთარი ცოლისა, მაგრამ ისინი ფორმალურად რჩებიან ერთ ცოლთან, რათა იყვნენ ამ სამსახურში. და ხშირად იფეთქებს ხოლმე ეს მათი ისტორიები და მერე ესენი გარბიან ზოგიერთ ქალთან ამ ეკლესიიდან, თავის მრევლთან, რომ გამოაშკარავდება ყველაფერი. და თქვენ იცით ეს კატასტროფა, რაც ხდება ჩვენს წრეებში. ასე რომ ეს არის დისკვალიფიკაცია თუ ეს მოხდება. რადგან ის არ არის ერთი ქალის კაცი. ასე რომ თქვენ უნდა იყოთ ერთი ქალის კაცი. შემდეგ გადავდივართ მეოთხე მუხლში და ის ამბობს, რომ ის კარგად უნდა მართავდეს თავის სახლს და შვილებიც მას სერიოზულად უნდა ემორჩილებოდნენ. თუ მან არ იცის როგორ გააკეთოს ეს, მაშინ როგორ აპირებს ის ეკლესიაზე ზრუნვას? დარწმუნებული ვარ და ვფიქრობ, რომ ტიმოთეს ტექსტი, რომელიც საუბრობს სახლში ყოფ ბავშვებზე, ისინი უნდა ემორჩილებოდნენ მამას. და რამდენჯერ გსმენიათ ძველი ისტორიები ქადაგებლის შვილებზე, ხო მართალია? რომ ეკლესიაში ყველაზე ცუდი ბავშვები პასტორის შვილებია ხოლმე. და ესე არ უნდა იყოს. ეს უკვე არ დისკვალიფიკაცია ამ ტექსტიდან გამომდინარე. ის უნდა იყოს ყოველმხრივ მოდელი სიცოცხლის ბოლომდე და მისი ოჯახი უნდა იყოს მოდელი, მისაბაძი მოდელი. ეტალონი. ახლა შეიძლება თქვათ, კარგით, თუ მე მყავს 5 შვილი და ერთმა არ გამოიჩინა ესეთი ერთგულება და მორჩილება. ან კიდე თუნდაც ძორმა. შეიძლება თქვას, რომ უფალმა ისინი არ ამოირჩია? ესეც გამორიცხავს უკვე და ესეთი ადამიანი დისკვალიფიცირებულია. ლაპარაკია იმაზე, რომ შენ ამ სფეროში ვერ იქნები ეტალონი. მაგრამ არის სამსახურების, ღმერთის სახურების სხვა სფეროები და შეგიძლიათ მსახურება გქონდეთ. თუ თქვენი შვილები რაღაც გარკვეული ნიშნებითი ურწმუნოები არიან და არ წამთ ის, რასაც შენ ქადაგებ. მაგრამ პასტორად შენ უკვე ადამიანს, რომელსაც უყურებენ და შთაგონებას იღებენ მისგან. და ის არის ღმერთის ერთგვარი რაღაცა პრესპიკერი. ის უნდა იყოს უმციკლო. თქვენ შეიძლება ღმერთმა ძალიან ძლიერი საშუალებით გამოგიყენოთ სხვა როლში, იყოთ ძალიან ძლიერი რწმენაზე გამარჯვებული მაგალითი, იყოთ ძალიან კარგი მაგალითად სიკეთის და ქველმონქმედი, მაგრამ თქვენ უკვე აღარ შეგიძლიათ დადგეთ ეკლესიის წინ სახალხოდ და იყოთ ნიმუში და მოდელი, რომლის მიხედვითაც ყველა დანარჩენმა ადამიანმა უნდა შექმნას თავისი ცხოვრება. ეს არის უბრალოდ ერთადერთი როლი, რომელსაც აქვს ძალიან უნიკალური კვალიფიკაცია. ზოგიერთი დიდი მსოფლიო მასშტაბის მისიონარები, იცით ხო, რა გამოცდები გაიარეს მათ, ასევე ევანგელისტებმა, რომელთაც შვილები არ იყვნენ ესეთი სამაგალითოები. და ესეთი მაგალითები არის. და აუდიტორიიდან კითხვის დამცველი აგრძელებს. შემიძლია ამის შესახებაც დავადუსტო ჯონ, როგორც უფლის მსახურის შვილი, მამაჩემი არის პასტორი. ვარ თუ არა მე პასუხისგებელი, რომ დავემორჩილო ამ სამსახურს, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რომ ეს არასწორია. და ჯონი ჩაეკითხება უფრო, ესე იგი თქვენ კითხულობთ, შვილი უნდა დაემორჩილოს მამა რომ სამსახურში დატოვონ? ამას ამბობთ? ეს არის იდეა? დიახ, ამას ვფიქრობ. დიახ, მაგრამ ეს არ იმუშავებს, პასუხობს ჯონი. რადგან ეს არის ისეთი რამ, რისი გაყალბებაც შეუძლებელია. ეს თვალხილული იქნება ყველასათვის, როცა თქვენ თამაშობთ და შეგნებულად არ ახართ მორჩილი. და ნამდვილი ქრისტიანობა ამას მოითხოვს. და ამიტომაც ტიტე აგრძელებს და იგივეს იმეორებს. ტიტეს წერილი. პავლე, როცა წერს ტიტეს მიმართ. ტიმოთე ამბობს,
რომ მას უნდა შეეძლოს თავის შვილების მართვა და მათი დამორჩილება. ტიტი ამბობს, რომ ისინი უნდა იყვნენ ასევე მორწმუნე შვილები. და ტიტემ დაამატა კიდევ განზომილება, რომ მხოლოდ ბავშვები კი არ უნდა ემორჩილებოდნენ, არამედ ბავშვებსაც უნდა სჯეროდეთ და წამდეთ ის, რასაც მამამისი ქადაგებს და ასწავლის სხვას. მე ეს ადრეც თქვი და კიდევ ერთხელ ვიტყვი. თუ დავინახავ, რომ ჩემს შვილებს არ წამთ არ ჯერათ ის, რასაც მე ვქადაგებ, მე ამ სამსახურს, ჩემს სამინისტროს მე ვტოვებ. რაც შეეხება ამ როლს, პასტორის როლს, შეიძლება გადავიდე სხვა სფეროში. და ახლა ამას მე ჩემს შვილებზე ზეწოლის გამო არ ვამბობ, იმიტომ რომ ამას ამბობს, ასე გვასწავლის ბიბლია და ეს ნორმალურია. თუ ღმერთს სურს, რომ მე აქ დავრჩე, მაშინ ის იზრუნებს იმაზეც, რომ ჩემი შვილებიც ყველანაირად მორწმუნეები იყვნენ. მე ყველაფერს გავაკეთებ, რაც შემიძლია, მაგრამ საბრძოლო ჯამში ეს მაინც ღმერთზეა დამოკიდებული. მე და პატრიცია, ჩემი მეუღლე, გასულ ღამეს ლოცულობდით. და ძალიან გამიკვირდა, როცა ლოცულობდი, ჩვენ მადლობას ვუხდიდით ღმერთს, რომ ჩვენ შვილებს ჯერა და წამთუფლის. და მათ არ ჯერათ იმის გამო, რომ მე ვარ მაგარი მშობელი. ან ესეთი რაღაცა პოზიციაზე ვარ. არამედ მათ ჯერათ, რომ ღმერთი არის იმ მადლის ღმერთი და რომ იესო ქრისტემ ისინიც გამოისყიდა. და მეც ამითი დამტოვა ამ მსახურებაში. გაიგეთ ბავშვებო, აუდიტორიდან გმადლობთ. და ჯონი აგძელებს. მაგრამ ნება მომეცით ესეც თქვა. მე არ მინდა ისე გამომივიდეს და ისე თქვა, თითქოსა თუ ადამიანს ძალიან შორ წარსულში ქონდა გაქორწინება. რომ ის მთელი თავის ცხოვრებაში დისკვალიფიცირებულია ქრისტიანული მსახურობისაგან. უბრალოდ, თუ ეს ახლახან მოხდა, ახლო წარსულში, ეს არის დღევანდელი კვალიფიკაცია. მაშინ არის, რომ მას ცოტა ხანი ეძლევა დაბრკოლება, რომ ეს სამსახური გაწიოს. მაგრამ თუ ის შორ წარსულში მოხდა და დღეს ის არის ერთი ქალის კაცი და ფიქრობ, რომ კორინთოს ეკლესიაშიც, როცა უხუცესები აირჩიეს, მათ გაუჭირდებოდათ ისეთი ადამიანის პოვნა, რომელიც არ იყო განქორწინებული. მათ უნდა ყოლოდათ ესეთი ადამიანები, ასევე რომის ეკლესიაში და ყველა დანარჩენშიც. მაგრამ თუ თქვენ ყავთ კაცი მსახურებაში, როგორც ლიდერი, ზედამხედველი, უხუცესი, ეპისკოპოსი, რომელიც განქორწინდა, სჯობს, რომ ეს განქორწინება ყოფილიყო შორ წარსულში. და წლების განმავლობაში მას უნდა დაემტკიცებინა მისი სანდოობა. და ისეთი სულიერი ხასიათი უნდა ეჩვენებინა, რომ მორგებოდა ამ დღევანდელ კვალიფიკაციას. მე ეს მინდოდა დამემატებინა, უბრალოდ დამატების თვალსაზრისით. გასაგებია, დიახ, გმადლობთ ჯონ, გასაგებია.